ყველაზე დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დღეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული დღე გვაქვს ჩვენ ვენდის ისტორიაში. Აი 600 აპლიკანტიდან ჩვენ შევარჩიეთ 14 გოგონა, ისინი აქ არიან დღეს თითოეული მათგანი წარმოდგენილი, ძალიან კარგი გოგონები. მათ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი იმუშავა თითოეულმა მათგანმა იმისათვის, რომ მოეპოვებინათ წარმატებას. და დღეს აი ეს კულმინაციური დღე დადგა, როდესაც ჩვენ ერთ ადამიანს გამოვავლენთ, ვინც გახდება ვენდი 2014. თუმცა ჩვენ არც ერთი გოგონა არ დავტოვეთ და სხვადასხვა კატეგორიებში თითოეული მათგანი არის გამარჯვებული. ყველაზე მოდური ვენდი 2014. ეს არის ანანო კურკუმული. ანანო. Gold certificate. John, please. ყველაზე კრეატიული მანი ჩიხლაძე. მანი გილოცავ. გილოცავ სული და გული. ყველაზე აკადემიური სწავლა უყვარს ყველაზე მეტად ეთყობა ქეთი ჭურაძე. ქეთი გილოცავ სული და გული. აი ჩემო კარგო, გილოცავ სული და გული. ყველაზე ენერგიული გვანცა გავაშელი. როცა თქვენ ერთმანეთს აჯილდოვებთ, ესა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. ძალიან აი ამას ვამბობთ რამოდენიმე დღის წინ. ვინ არის ყველაზე არტისტული გოგონა? თუ არ იცით, მე გეტყვით. არ იცით? ანუკი ბაჩეიშვილი. ოჩა გოგოებო, რომ აი ეს ერთმანეთს ასე კარგად შეეწყვეთ და გაიცანეთ. ყველაზე მხიარული ვენდი 2014. კოსტავა. დაგო. ყველაზე ექსტრემალი გვანცა ბრეგვაძე. გვანცა ბრაგვაძე, გილოცავ ჩემო კარგო. ყველაზე კომუნიკაბელური ვიკი. ძალიან კარგი თვისებაა და ცხოვრებაში გამოგადგება. ძალიან გამოგადგება. ყველაზე მომღიმარი შალოლაშვილი. ძალიან მომღიმარი სახე გაქვს და ძალიან კარგია. ხო, ყველაზე მეოცნებე გოგონა ვინაა ჩვენ შორის? სალომე მღებრიშვილი. აი ჩემო კარგო. ყველაზე მეგობრული. ძალიან მნიშვნელოვანი პრიზია, ნომინაცია. ქეთი. ეს დედუქციის მეთოდი. ხალხის სიმპათია გახდა მანი ჩიხლაძე. აი ცხოვრების უნდა გეკნებაში. და ვენდი 2014 გახდა თაკო. ვენდი 2014. გილოცავ სული და გული. მანი, თამარი და სალომე. ბევრი ხალისი, კონკურენტუნარიანობა და ბევრი კალორიები. ძალიან ბევრი გიჟური ემოცია. მივხვდი, რომ რიჟა თმარო გაქვს, ხარ ძალიან მაგარი და მომცა ძალიან ბევრი ძალიან მაგარი რიჟა მეგობარი. პირველი კომუნიკაბილურობა, მეორე კონკურენტთან მეგობრობა და მესამე კამერასთან მუშაობა. ბევრი მეგობარი, სწრაფი აზროვნება და ბურგერების კეთილობა სწავლა. პირველი არის თავდაჯერებულობა, მეორე კარგი რიჟა მეგობრები, მესამე შესაძლებლობა, თავის გამოჩენის გამოცდილება, თავდაჯერებულობა და ახალი ფოტოები.
ძალიან ბევრი დადებითი ადამიანი, ბეკონატორისადმი უსაზღრო სიყვარული და რომ ღიმილით ბევრის მიღწევა შეიძლება. კამერასთან მუშაობის გამოცდილება, უგემრიელესი ბურგერები და ასევე ძალიან ბევრი პოზიტიური ადამიანი და მხიარული დღე. ძალიან ბევრი ლამაზი დღე, ახალი მეგობრები და უფრო თავდაჯერებული გავხდი იმაში, რასაც ვაკეთებ. პირველ რიგში ჟღალები, მეორე მრავალფეროვნება და მესამეც საკუთარი მორცხობის დაძლევა. კარგად.